მე რაბანა და ბასტო მოვედით პროფესიონალ MMA-ის მებრძოლთან, რათა გავიმეოროთ ცნობილი მებრძოლების ლეგენდარული ილეთები. That's the tell, right? It's the backhand. ოპა! მე აფექს უნდა ავაწევ ზემოთ და თავით უნდა დავაწყო. არა. ნამდვილი გმირი. როგორ ახლა? კარგად. დავახერთ. სოზა იბრძვის ახლა რამდენიმე დღეში კენაზე და თავიდანვე წარმატებებს გისურვებ, მეგობარ, რომ მე შენი რამდენიმე ბოლო ბრძოლა ვნახე ესე ფიზიკურად ლაივში და აღფრთოვანებული და გაცვიფრებული დავში. ეს ორი ბიჭი საგე წამოვიყვანეთ დაღესტანში, რომ ცოტა იყვნენ ისე. Choose your fighter. Man, I know I kick it with you, yeah, I spin around and I kick it with you. Shoulder sideways, smack it. ჩემი არქივის თავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ასევე გენერალური სპონსორი არის საქართველოს ფეხბურთის ნაკრების, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების. რაღაცა კუ პოზიცია არ არსებობს, რა კუ პოზიციაში ვარ ისე დაბლოკო. Yo, sound the bell, school is in, sucker. Can't touch this. Give me a song, a rhythm, making them sweat. That's what I'm giving them now. Yo, sound the bell, school is in, sucker. Can't touch this. Give me a song, a rhythm, making them. თეორია ვიცით რა. კარგი, ხა შენ გითხარი კარგი სტენსი როგორია, რომ ზოგადად ადეკვატურად გამოიყურებოდე ჭუბის დროს. აი სტენსი არსებობს ბევრნაირი რა. თითოეულ სპორტს აქვს თავის სტენსი. არსებობს რაღაც ბეისიკები, რომლებზეც შეიძლება რომ ვილაპარაკოთ რაღაც აი must to do არის რა, ასე ვთქვათ. ჯერ თქვენ გააკეთეთ აი სტენსი როგორ წარმოგიდგენიათ, თქო მართლა რა, რეალურად და ალბათ თავი უნდა დაისვა და ცოტა ისე. გავლილი. შენ დადიოდი ხო? კემპი გავლილი აქ უკვე. აი მაგალითად, ეხლა კრევის მუაიტაის სტენსები არის სხვადასხვა მაგალითად რა. აი მუაიტაი. მუაიტაი არის დაახლოებით ესეთი სტენსი. ეხლა ამ ფეხს ის დატვირთვა აქვს, რომ ელოდები რომ ქიქი წამოვიდა და ნებისმიერ დროს დაჩექო და დაუბრუნო დარტყმა რა, მაგრამ MMA-ში ცოტა ნაკლებად გამოსადეგი არის. არის კრევის სტენსი რა, უფრო აი ილია თოფურია მაგათად კრევის სტენსი იყენებს რა ძირითადად. სანოკაუტე წერტილი არის, ყურის უკანა წერტილები და ყბის ჯოულაინის გამოყოვება რა. ესავესაც უნდა დაიცვა ყბის არეალი რა. ყბას მარჯვენა მხრიდან იცავ ამით და მარცხენას იცავ ძირითადად მხრით. მაგრამ ამ ხელსაც იყენებ რა, შედარებით გააჩნია როგორ იმაშვები ჯებით ან ჩასაშლელათაც რა, ასე ვთქვათ ამ ხელით, რომ რაც შეიძლება ეს დაფარო. შეხედე აი ესეთ გახარ რა, მაგალითად ჩამოშებული ხელი რატო არის ცუდი? სანამ შენ აქედან ამ ხელს აქ ამოიტან ან აქ ამოიტან, ის წამები რაც არის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია რა. მე ტაუნტების კეთება მეყვარს ესე. მე UFC-ში. ვიდეო. ჯოისტიკით. ჯოისტიკი. ფეხებში ცოტა ჩამჯდარი რა, რომ აი მოძრაობაში იყო, იმიტომ რომ დინამიკიდან უფრო მარტივია დარტყმების გაკეთება რა. სტენსი გააკეთე. და მე სხვა რამეზე გადავიდე. მუაიტაი აირჩია ეგენ. ახლა ბიჭებო, ჩვენ ეს ერი დაგვეტაკა. ბუჩო შეიძლება. საგვიანი რეაქცია გქონდა. წავიდა სახში მე გავაკეთე. არა, კაია, იმენა კაი. ბუჩაშიც ესე რომ დავდები. ბუჩაში რო ეს დადგე შეიძლება გაიცის. გაიცი რა რა ხდება რა და ესე რომ მოძრაო. შეხედე, მაგათად ჯები, კროსი, ჰუკი რა, ანუ ამ ძირითად იმაზე ვილაპარაკოთ. ხა, ჯები დამარტყე, ჯები არის მარცხენა წინა ხელი რა. შეიძლება ესე დავბლოკო მე. შეიძლება ესე დავბლოკო. შეიძლება ჩამოგიდე. არა, ჩემთვის ყველაფერს აქვს რაღაც ისე. არაფერი ივარჯიშები. აი მაგათად ჯები დაარტყე რა, ჩაულებრივად. ანუ მე ხარ არა ეხლა ძალით ხო.
და აი, ხედა, უწვიქრები გავყურე წაყავდა მე. და დატაფე. ხის მოზაურობა. The way you move, the way you just whisper me, the way you touch. ხა შენ ყოველ შეგიძლია გაიქცე რა. მაგრამ გაიქცე, რატომ ვერ დაავიწყე? საძნია. საძნია. თუ გავარკვევა, ეგარი ბრო გავარკვე, ესეც ახლა ციცასაც. თუმცა პატარა ეგრე. ვაშახო გავარკვე. ო, ეს რა სალტოებს რა. არა, პარკურში გაიგო. ჩაკის. მე რატომ ვიყავ ესეცა, ბიჭო? შეგავსილი. იმენა გასვიდა. იმენა შევა ჩემი. აღარ მინდა თაო გამანები. მიმაქეს სახში. ხელთმანეთ შორის უნდა ხედავდე ის რა. ყურადღებას მიფანდავს. ხედე მარტივად. მე რო ჯებს გამოუშვებ, შენ ესე დაბლოკე, მე ესე დაბლოკე და თან ხელთმანეთ შორის იყურე რა. ამ ეს კადრი კაია ბიჭებო. კარი კადრია. ეხა მარჯვენათი დაბლოკე. აშე ხედე? ამ. ეხა პის. 1 2 ეს დაჟე ქუჩაში რაღაცა იცი? ქუჩის ტექნიკა არის რა იდეაში, რომ შენ რო შიშველმურს მირტყავ, მე ესე გიბლოკავ, რომ იდოხში მომარტყა და ხელი მოიტეხო რა. ეგ ლეგენდა არ არის? გას პროშუ ხედა. შენ ეგრეთ უშკო? მე მოწოს სტიკლენდის სტილი კიდე. აბა სტიკლენდის სტილით დაბლოკვა მასწავლე. ესე. ესე ხო? ხო და მე ხელებში რომ უნდა კი, მივიდე. რა რეაქცია უნდა ქონდეს ძალიან კაი და ამტანი უნდა იყო ძალიან. იმიტომ რომ დარტყობს ატარებს. ხო, აი ესე მოდის რა ნელ-ნელა და ძალიან ხშირად ხმარობს front kick-ებს რა. ანუ როგორ არის ხა? ხანტებში რა. ამ სტენს ეს ქვია. მოდი ხა, ცალო takedown defense. ოპა. ეგ ის არის. მაგას მაგრა ვამუშავ. Scroll. მოგეიგარი. მართლა მოგეიგარი, შეიძლება. Takedown defense. აი ხა მე თუ დავიცავ თავს შენი სწავლებებით. ესე? ეს თავი მოუხარე. იღლია კარგად აიგე. აიმუშავ. დაყოლე და მაგარი ხარ. კონტროლკა. რა მოვიდა იცი? სიგულეგის ვეწა. ესე ხტუნა უნდა. ესე ხტუნა უნდა. მაშინ გამოუწურე ფეხი არ ვაცდა. არა, იღლია, გასაკეთე. იღლია. არა, ასე ეგეთი არ ხდება. იღლია. თორე გამოგისმევს. ეს აქ მაქვს, ეს იღლია და ამას რაც შეიძლება დაბლა აწვევი. ხა მგონია რომ შემაქცევ. ხო, ანუ ეგ არის მუღა. ეგ არის მუღა. ამას ვარც შეიძლება წაგაქციო რა, მაგით. მიდი, თავს კარგად დააწექი, თავს კარგად. არის, აი ხა. ოპა! გამზატა გაიჩითო. სტაუდი. ნიონბელი. ეგ არის. და ამ ფეხს უტოვებ კოჭთან. მერაბი როგორ აკეთებს, იცი? კალმირაში როგორ თვითონ გამოჩნდება. ახტება ისე. აი მერაბი მენა უტყავს რა ამაში, მაგრამ მე მაგათად ეგრე არ მიყვარს რა, იმიტომ რომ მე რო ეგრე ვაკეთებ. მეცოდე, მე რო ეგრე ვაკეთებ, ისე უხერხულად ვეცემი რომ შეიძლება ტოპ პოზიციაზე ჩემი მეტოქე მოექცეს რა და. ხო, აი მე ბალანს ვერ ვიჭერდა. მე ვაკეთებ ესე რა, რომ ცოტა აქეთ მოვდივარ, ცოტა გაემზადე სულისთვის. აქეთ მოვდივარ, ამ ფეხს ვტეხავ და ამას ვუგდებ ესე რა. მაგარი ო, როგორ იცი? თავის ოითაც გაწუხო და შანსი არ არის. ანუ ძირს ვეცემი რა. ხო, ეს თუ ეცები შეიძლება. ეს დიდაყვები ჩაკეტე. აქეთ უნდა იყო რა.
ლასორანველი ყაშკა. Sorry. ეს ფეხი გაშალო ესე. ოღონდ იმისთვის შეხედე, შენი კოჭი უნდა იყოს, ამის კოჭი საკეთ რა, ისე უნდა გაშალო. აქეთ ესე? ხო, აი შეხედე, აი კიდე აქ უნდა იდოს რა, სადღაც. და პროსტა შეხედე, ესე ხარ და დაწექი ესე რა. და დაკაჩ შენი ხელებით თან. და დაკაჩ შენი ხელებით. ხო და Look at that, very nice. Fioriano. That's the tell, right? It's the back. ეიანი რასაკეთებს იცი? ამ დგომს ცვლის საერთოდ და აქედან ისე რო ხდება. აი შეხედე რა ხდება ამ დროს? ჩემი მარჯვენა ფეხი მიდის აქეთ და ჩემი მარცხენა ფეხი აქეთ და ესე ვაქცევ რა. ხო, ნახტომში აკეთებს. არა, ეს უნდა ქნა. რამე არ იტკინოთ ეს. ცოტა აბასნე. ოპა! აუა! ყორღადა. აი კა. კაი. Too late. აი, პა, რეკა. დატა. მოხავის მჭირდება. წყალი გინდა? წყალს მოვიდა ძმებო. სანამ რაბანა წყალზე წავიდა, მანამდე ძალიან საინტერესო სკამი უნდა გაჩვენოთ. მე როგორც კარგი სკამის მქონე ადამიანს ულტრამ დამერეკა და მითხრა რომ ჩვენც მაგარი სკამები გვაქვსო და მოდიო და გაგვიტესტეო აბაო. ვაიმე ფანქარი დამივარდა, სანდარის ჩემი ფანქარი. და ერთ-ერთი ახალი სკამი არის აი ეს მოდელი რომელიც ეხლა გამოვიდა და ეს არის ცოტა ისეთი რომ PlayStation-ს ან Xbox ჩაუვიჯდე და ესე ითამაშო. არა PC სკამი არის, კომპიუტერთან დასაჯდომი სკამი, არამედ ჯოისტიკით ჩასათებთი. ხა PlayStation-ის სკამი არ ვიცოდი თუ არსებობდა, ამიტომ გაასწორა მაგარია. ესე უნდა ჩაუჯდე PlayStation-თან ან Xbox-თან და როცა უკან გადაწვევი, ეს ფეხების დასადები მაშინ მყარდება და ამოდის და თუ წინ გამოიწევი თვითონ ჩადის. და ძალიან მაგარია. Vertex-ის სკამებია ესეთი ლამაზი და მრავალფეროვანი და ამ ბოლო დროს კიდე gaming სკამების ახალი მიმართულება გამოვიდა, რომელიც ერთ-ერთი წარმომადგენელი ეს სკამია, Asus Ergo Core. და ზოგადად ულტრაში რომ ვითხოვდით 80-ზე მეტი სკამი და მაგი დააქვთ, ამიტომ თუ გაინტერესებთ ესეთი რაღაცები, აუცილებლად ან საიტზე გადახედეთ, ან რომელიმე ფილიალში შეიარეთ და დაათვალიერეთ. Under looking to connect the heck. Jury's in all sorts of trade need. He's got his head. Second. He's got a choke. He might be tighter. შეხედე ხელი როგორ მაქვს ყბას ვეძებ ეგრევე. არც ესე მაქვს, არც ესე. ეგრევე ვეძებ ყბას და ესე დავითრიებ. ველოდები როდის რა, ავი ძირს ჩამოწევ. ხო, როდის მინდა რომ წაგიყვანო ხო ანა. ეს გათავისუფლდა აქ, ჩავკეტე. ჩავიყვანე და დავბლოკე ამ ფეხით, რომ აქეთ არ გადმოხდეს რა. ჩარმომეშვაჩე. მე რეალურად გილიოტინაზე რომ მიტევ, ვიცი რომ ეგ სკვიზი შენ გაქვს 15 წამი რეალურად. 15 წამში თუ ვერ დამახში და ის 15 წამი ვიპოტინე რაღაც. ბოლოს ხელები გეგლება და გამოვძვრები. ეგ არ გიშველის ხიდა ეხა. სიმშვიდე უნდა დაგირღვიო ცოტა. თავარი არის რომ ეს ხელი კისერში შემოდის როგორც დანა რა. ან პირდაპირ ესე არ იწყებთ რა, იმიტომ რომ ნიკაპი ჩაწია, შეიძლება პირდაპირ ესე ვერ შევიდე რა. და ვიწყებ ყურიდან. შეხედე, აქედან ვიწყებ, ამთიც ესე ვაკეთებ და აი დანასავეთ ვასრიალებ ამას აქ. ეს ხელი მაჯა ამოდის ჩემს იდაყში, ესე იკეტება და ეს ხელი მიდის კეფასთან. ეს არის შენი თავი. შენი თავი არის აქ გაჭედილი. აქ რაც უფრო ნაკლები სივრცე იქნება, მით უფრო tight იქნება ჩოუქი რა. შესაბამისად, იდახს აქეთ წევ, ამ ხელს ესიაწვევი და აი ესე სკვიზავ კისერს რა. ეს კარგად ჩაკეტე ამაში. ამით კეფაზე წინ უნდა მომაწვე და იდაყვი მარჯვნივ წაიყო. კიდე. აჰა. ვა, თან რა. თავარი სწორად გააკეთე. ხო და ძამერი ბევრს ძალა არ გჭირდება ბიჭო. აი ეს ხელი გამითიშე რა და გონია რომ всё, მაგრად. ეს ხელი აქ კარგად ჩავა. თავზე გადებ და იდაყიმადის მარჯვნივ. კეფა გამიჩე. ესე მოგაწვე? ხედე, შენი თავი კეფაზე ქვემოთ ამოდე და ეს წაიღე მარჯვნივ. ვა, თავით მოგარჩე, მეორე ხელის მაგი. ხო, ანუ თუ ხელი გაგიშა რა.
ეს იდაყვი გაუთიშე, იდაყვი კი არა, მხარი მთლად გაუთიშე ესე. კარგად ახლოს მიიტანე. ეს ფეხი ეხა ტანზე აქ გადაატარე, ცოტა კუთხე შექმენი. ხო, მიდია, მე მოგეხმარ. ეხა მე დაიწყე მაგ ფეხით. აუ, იტა. ეს თუ გასადე შეჭერა. ეს თავში UFC შარაუსა გაუგეთე. გადავა რა იცი? გონი შემიშალა. გაჩე ორი წამი. აი, მოდი ჯემე. ორი წამი. ჯემე. მიდი. ой, აბა ვაცადოთ. აბა ეს ნიკაფრეშ ეს ფეხი. აჰა. მე ამ ფეხს უნდა ავაწვე ზემოთ და თავით უნდა დავაწვე და არა. არა კი, არ მოგაწვევიო, ბიჭო. მე როგორ ვაკეთებ გეტყვი. ამ ფეხს გადავატარებ და ამ თავზე ვად. აუ, კაი, კაი. ეგა. ხა ბოქსის ლიგა არ გავაკეთე. მართლა. აუ, წაიღო ჩემ. აუ, ოპა. ტექსტი წაშეს. იდეა, ვიცავ თავს მე არ გიგე. იმედად ვაკაცური ხელი მოხდა. ხილად ვასწავლ. ამას ხელი წავი. მეორე ხელი მინდა? მამე მეორე ხელი. ეგრე აგია ფეხი შორის. ახბადი შე. ნელა. რას გვიტყოდი ბოლოს რა? ხო? როგორები ვართ? განებდით. თქვენ განებდით არ გა. აღარ მოხვიდეთ ხო? იუთუბერებს იაძეკი. ლოუ-კიკები. კარგად ვიტყოს ლოუ-კიკებს, მაგრამ შეიძლება სულმიამ დაუჩეკა. სულად დამთავრდეს. არის სიამოვნება. შენს თეორიულ ცოდნას კარგად იყენებდი რა. მადლობა რომ გიმასპინძლე. მე ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი შეხვედრის და იმედია ბიჭებმაც რამდენიმე დღეში იბრძვით კენაზე და დიდ წარმატებას გისურვებთ, გქონაგობთ. ყველაზე საინტერესო ისა ჩემთვის მართლა კომარავია. ო, ეგ უნდა მეთქვა ეხა რა. მინდა მე მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მოღვაწეობს ისე და საქართველოს სახელი და დროშა და დიდება გაგაქვთ ყველგან და შენ რადგან აქ ხარ, პირადად შენს დიდი მადლობა ამისთვის და ასევე ყველა მათგანს რა. გაგელახოს რა. უამრავი ადამიანი. მადლობა ხო ჩემპიონთა აკადემიას რომ ეს სივრცე დაგვითმო. ესეთი კაი ვიდეოს ჩასაწერად. ვინც მოახერხებთ, აუცილებლად მოდით რკენასამზე, იმიტომ რომ მებრძოლისთვის ადგილზე კომაგის მხარდაჭერა რამდენს ნიშნავს, ენით აღუწერელია რა. ალბათ შენ წარმატებები რა. კაი ძილი, ფინელო